ანდელი ჩვენი შოუს თემა არის ის, რაც ყველას ძალიან გვიყვარს. რისთვისაც მთელი წელი ვმუშაობთ და რასაც ველოდებით მთელი წელი დასვენება. დასვენება, მეგობრებო, ეს წმინდა საქმე დასვენება. თუმცა ესე ადვილად არ არის ახლა საქმე დასვენებაც არის და დასვენებაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი, ხო? როგორი ხარისხით დაისვენებ. რაც უფრო ხარისხიდან დაისვენებ, მე მთელი წელი მით უფრო ესე კარგად იქნები, ხო? ესეც არის. და გარდა ამისა კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ეს დასვენება გაპრანჭვის ესეც არის რა საშუალებაც, ხო? აი მაგალითად სიტყვაზე ზღვაზე ისვენებ და გირეკავენ სადა ხარ ზღვაზე ვარ ზღვაზე წავედი აი ეს ახალი სასტუმრო რო გაიხსნა ძალიან მაგარი სასტუმრო იქა ვარ და ნუ აი ძალიან მაგარია მოგწონს ძალიან კარგი ან თაში ხარ მაგალითად დაგირეკეს სადა ხარ გეკითხები რა თაში ვარ ყაზბეგში ვარ სასტუმროში ძალიან ეხა შემოვედით მაგრამ აი აქ ჰაერია და აქ აი სიმშვიდეა და აქ სიმწვანეა და ბუნება აი საოცრება მაგრად ვისვენებთ და არის კიდევ მესამე ვარიანტი რომ დასასვენებლად ხარ სადმე ლამაზ სოფელში მაგრამ სოფელში ხარ წასული და სოფელში საქმე დასასვენებლად და გირეკავენ გეკითხებიან სადა ხარ ქალაქ გარეთ ვარ გასული ქალაქ გარეთ ვარ გასული ანუ არის ესეთიც რა არა და ამ დროს ხარ ლამაზ მშვენიერ სოფელში მაგრამ მაინც უნდა ეს უფრო ანუ ქალაქ გარეთ იმიტომ რომ ქალაქ გარეთ იმიტომ რომ შეიძლება აგარაკზე ხარ გაიგე და სხვა რაღაცა ხო დამაბნეველია ეხლა ხო არ იფიქრებ რომ სადღაცაში ხარ სოფელში უფრო აგარაკი კი და სხვათა შორის ეხლა აი რა არის საქართველოში ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი ხა რა პირველი რაც თავში მოვდის არის ბათუმი ხო ზღვის პირები რა თქმა უნდა ბათუმი და ეხლა ბათუმი რა არის ის არა მარტო ყველაზე პოპულარული ადგილია დასასვენებლად არამედ ყველაზე აზარტული და ექსტრემალური და ეხლა გეტყვით რატო აი რამდენს მოსვლია მთელი წელი მუშაობ ესე იგი რა მუშაობ და აი აღარ შეგიძლია უკვე და ერთი სული გაქვს როდის მოვა ესე იგი შვებულება რომ წახვიდე და დაისვენო როცა მუშაობ და უკვე აღარ შეგიძლია შენ თავსენები არაუშავს ცოტაც უნდა მოვითმინო იმიტომ რომ მოვა შვებულება და წავალ ბათუმში და დავისვენებ და ეს დრო მოვა და ყველაზე კარგი მაშინ იქნება ამ დროს გახარ მთელი წელი იკლებ ყველაფერს ყველანაირ კომფორტზე უარს ამბობ ყველანაირ ფულს აკოწიწებ გესმის ჯავშნი წინასწარ სასტუმროს გესმის რომ იქ რო ჩახვალ უკვე ყველაფერი მზად იყოს ჩადიხარ სასტუმროში ჩადიხარ ბათუმში გესმის მიდიხარ სასტუმროში და რას აკეთებ დადებ გაღიმებული ხარ ჩანთას დადებ თუ არა და ეგრევე ჭექაქუხილის ხმა და ხმა და ვაი გეშლება სახე და ერთი კვირა უნდა გაატარო აი კაპატკოპის ფონზე შენ ნომერში რომლისას მთელი წელი დაზოგე ფული და უყურო თურქულ სერიალებს იმიტომ რომ სხვა იქ არაფერი არ იჭერს ხოლმე ხანდახან და სხვათა შორის კიდე რა არის იცი რომ ზაპოით შეიძლება იყიდოს ჩამოდიხარ იქიდან დაღლილი კიდე მოიცა მაგის გაგონება და წარმოდგენაც არ მინდა რომ შეიძლება კიდე ვიყო არ ჩადიხარ კაპატკოპის ხო ქონდა ვიღაცას იდეა რომ ტირავასთან გადაეჭრა და თას გადავჭრითო და აღარ დაგროვდება არ გვინდა მაღაზია არ გვინდა მე გამახსენდა მე მაღაზია არ მithქვამს მე წვიმის პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობ ანუ ისიც მაღაზია ლაპარაკობს ხო და ზღვაზე ჩასასვლელად რომ ემზადება ხალხი მე ცოტა მაოცებს ის ადამიანები რომლებიც აი ზღვაზე მიდიხარ რომ დაისვენო ზღვაში გაცურო გაირუჯო და სანამ წავლენ ზღვაზე მანამდე აი ხანი ემზადებს სოლარიუმში დადიან რომ გაირუჯონ ან სახურავებზე ირუჯებიან და მერე მიდიან ზღვაზე ეს ცოტა ჩემთვის რას მაგონებს იცი აი ბრძოლის წინ წინასწარ ნაჯახით რომ გაიპოთავე და მე გავარდე დაახოთ ეგეთ ვარიანტია ან კიდე რამე სხვა შეგვიძლია შეუსადაგო იცი რა იქაც ახლა არ უნდა არავის რომ ესე თეთრი ჩავიდეს და იქ ხო მესმის ისე ვთქვი რა ისე რა არის ისე რა არის იცი აი ეხა სხვადასხვანაირი ადამიანების კატეგორია რომლებიც დასასვენებლად მიდიან მე ყველაზე მაგრა ვგიჟდები ბირჟავიკები რომ იღლებიან აქ და რომ მიდიან დასასვენებლად და ესე ბირჟაზე 24 საათი არა ბიჭო მაგრა დავიღალეთ სიმონ 24 საათი ამდენ ამის ვაგვარეთ ბიჭო ხო არ მოუხიოთ ხო არ გავგაზოთ სიმონ ბათო დავაი ბრატ და ბიჭო დავაი გავგაზოთ თო ესე გაზავენ ოღონდ პოზას არ იცვლენ ასევე გაზავენ აი მდგომარეობაში ტრანსპორტში ამ მდგომარეობაში არიან ასე დადიან მიდიან იქ ბირჟაზე ერთ-ერთი განსხვავება რაც არის რომ აქ არიან ჭადრის ქვეშ იქ არიან პალმის ქვეშ ასე მგზავრობენ სულ და ერთ-ერთს თუ მაინც გაუნათდა და თქვა რომ ბიჭო ხო არ ავდგეთ და ზღვაში ხო არ შევიდეთ თო და აუ ეხა ზღვა და კიდე მატარე პლავკებში და ანჩეკი რა იყავი აქ და ასე ყველაზე ეკონომიურად ცხოვრობენ თან ყოი კარჭირდება ასე არიან ასე იძინებენ მოდი აქ იღვიძებენ რა არ დარჩება მოდი დაბრუნდი ვიდით ბოლომდე დაიხარჯე მოდი აქ მოდი აუ რა დატვირთვა ყოფილა ეს აბა მაგიტო შენ აფილი გონია და ეგრე კი არ არის კაცო ბოლომდე ესე ხوار წავიყვანო ხوار ჩავჯდა არა
არ გინდა. კიდე რა მაგსენდა იცი ამასთან ხარ რაშუაში, მაგრამ აი ზუსტად ასეთი კატეგორიის ადამიანი, რომელიც ასე ბირჟაზეა სულ, ნუ მართალია ახლა ამერიკაში ესე ვერ წავიდოდა, იმიტომ რომ მოგეთ უბნელი ყავდა, რომელიც სულ წუწუნებდა, რომ არის ჭაობში რა, რომ აუ ბიჭო არ შემიძლია, თბილისი ჭაობია. რამე უნდა მოუხოდო სადმე უნდა წავიდა ამერიკაში. არ ვიცი როგორ მოახერხა ეხა, მაგრამ წავიდა ამერიკაში რა. და დარჩა. ხო. გამოიცა. გავიდა 3 წელი. და ჩავდივარ ეხა ამერიკაში რა. დამითქვა ადგილი მანჰეტენი, გეგონება ხა იქ ცხოვრობს. დამითქვა ადგილი მანჰეტენი და ესე იგი მოვდივარ და უკვე ხო ხა მაგრამ ხოლმე ბოა ხო წრა მოგიდგენია მანჰეტენზე დადის ხალხი და ერთი აი 200 მეტრით ვიცანი უკვე რა, იმიტომ რომ აი ესე იდგა. ქართველი დგას, მაგრამ აი ეს შეწუხებული რა, რომ აი არ შეულეა რა. მანჰეტენი და სკვერი და რაღაცა და რა მივდივარ და მეთქი ვა რა შვები ზურა როგორ ხარ და აუ ელუში რა შვები ხო ხარ მაგრამ მეთქი ბიჭო ხო და რა ვიცი შენს კი რა ხდება ხო ხარ მაგრამ ბიჭო არ შემელია სიმონე ამ ჭაობში რა უნდა მოხიო სადმე რა რამე უნდა მოხოდო სადღა უნდა მოხოდო აი ადგილი ვერიც მაგახორება ვერა წავიდე ამსტერდამში აქ ძალიან ჭაობია ჩაო ამსტერდამში იქაც ჭაობ ყველგან ჭაობია ამ ტიპის არის ყველგან ჭაობ ბოლოს ბრუნდება თბილისში ისევ შეგიძლია ესეც სახელი სოფლიურ ჭაობში მაინც დაბრუნდეს კაცო იცი რა მოუხდებოდა მაგ ტიპს სახელი აი ბაყაყა ხო სადაც მიდის ყველგან ჭაობია ზურა ბაყაყა ბიჭო შეიძლება ვარიანტი არ იქნება ცუდი რატო არა ბაყაყა ბიჭო ისე ეხა უცნაური ამბავი უნდა უცნაური რა ყველასთვის მე მგონი გასაგები ამბავი აი სოციალურმა ქსელებმა ხო ბევრი რამე შეცვალა და ჩვენ ცხოვრებაში უამრავი რაღაც შეცვალა ნუ კარგისკენ უცნაურისკენ ასეთისკენ მაგრამ დასვენებად შეცვალა როგორ ხო დასვენება შეიცვალა ხო შეიცვალა აი დამეთანხმეთ რომ დასასვენებლად თუ მიწახვედი ეს შენი კარგი დასვენება თუ შესაბამისად სოციალურ ქსელში არ აღიბეჭდა ფოტომასალით, მაშინ რა აზრი ხონდა შენ დასვენება, აი რისთვის წახვედი, საკუთარი თავისთვის რომ შენ დაისვენო მართლა და კარგად გაერთო და ისი ამოვნო ზღვით თუ ეს არ გადაიღე ფოტოები და არ დადე შესაბამისად, ხო მაშინ აზრი არ აქვს, მაგრამ ამ ფოტოების გადაღებამაც ახლა ცოტა გაგვექცა რა, მე მგონი რა, აი გაგვექცა. ადრე ფირების რაოდენობა მაინც იყო რაღაც, კადრის რაოდენობა მაინც იყო შეზღუდული, იცოდი რომ ერთ ეხლა თუ გადაიღებდი გზის ჩასასვლელად რაღაცამდენი დააგრჩა. ახლა ხო არა გვაქვს პრობლემა რა და მოკლედ რო ჩადიან მაგალითად დასასვენებლად არის ძალიან ბევრი წყვილო, მაგალითად ჩავლენ და უკვე ჩავიდა შოქშია. აუ რა ლამაზია ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფერი ასე იქნებოდა. გადამიღე რა, გეხვეწები გადამიღე, აქ გადამიღე, აქაც გადამიღე რა. აუ გადამიღე, კიდე გადამიღე. კიდე გადამიღე რა, კარგი ამ ტალღასთან გადამიღე, ისე გადამიღე რომ მივდივარ რა. აი ხო არის რა გადამიღე და ამ დროს ყველაზე მაგარი არის ეს ხო იღებს და არ აინტერესებს იქ რეალურად აი იმისთვის კი ხშირად ისე გაგვირბის ხოლმე რომ აი ფოტოზე უფრო მეც ფიქრობ ვიდრე აი ზღვის პირას ხარ მთაში ხარ თუ სად ხარ და ეს ხო შეიძლება ამ დროს ისვენებდეს ამ ფორმით მაგრამ ის ვინც უღებს ის ავტომატურად ითავსებს ფოტოგრაფის ფუნქციას მაშინ ფოტოგრაფია შეიძლება დასვენების მერე ფოტოებით გაიგოს საერთოდ სად დაისვენა რა ის ერთ მიხვდეთ ფოტოებში ნახოს რომ აქ ისვენებდა უი რა ლამაზი საჭმელი უჭამია თურმე და ესე ათვალიერებს და წარმოიდგინე ამ ტიპის ადამიანი რომ მოდის დასვენებით და დაისვენა და წამოვიდა ფოტოები რო წაეშალოს აუ დასრულდა ხო რა აზრი აღარ რისთვის დაისვენა რისთვის იყო წასული იმისთვის იყო რომ მართლა დაესვენა და ეცურავა და თვითონ მისებოვნება მიიღო არა იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს თუ ის სოციალურ ქსელში არ ნახეს შესაბამისად ადამიანება შენ სად იყავი მაშინ რა აზრი ხონდა შენ და ვისთვის დაისვენე მაშინ მე ყველა ფოტოს ერთად ხო არ დადებენ არა ეს ცალკე გაგრძელება გამოიზოგო მე ეგ როგორ არის ხო ანუ მაგალითად ბევრ ფოტოს რო გადაიღებ ყველა ერთად კი არ უნდა დადო მე რაღაც პერიოდულად თითო უნდა ამოაგდო შეახსენო მე ყველას რა კარგად ისვენებდი ხო ზაფხულში აი მაგალითად სადღაც შემოდგომა ზამთრისკენ დადებ რომელიმე ფოტოს და მომენატრა ზღვა და გულები ზაფხული აი ხო შეგიძლია რომელიმე მეგობარი მოთაგო როდის ანუ იმას აუ თაკ გახსოვს რატო თაკ ის ტიპი უნდა მონიშნო ვინც გიღებს გახსოვს და არა ვინც გიღებს ის შენთან ერთად აღარ არის თავი ისე ეგეთ ფოტომანიაკებს მე რას ვშვები ხომ ეს ხო უღებ ხომ რა და უნდა ჩართო ვიდეო გესმის და ვითომ ფოტოს უღებ და ეს ხო განახუნე რა და სულ ეშინიათ რომ გიყურებენ და ხო არიან გაღიმებული გაშიშებულები და შე რაღაცა დიდხანს ვიდეო გაქვს დაჭერილი ვიდეოს იყო და ეს ხო დგას და რატომ შეჩემ არიღე? რა? ვიცი, დროზე გადაიღე, რა კაი კადრია. გადაიღე, იმიტომ ვერაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ შეიძლება რომ ადგეს და გითხრას, ბიჭო, გადაიღე რაღაცა გითხრას შეჩემ და იმის ეშინია რომ, ბიჭო, ამ დროს არ გადაიღო. აი იმის ეშინია, ეგ და ამიტომ ტყილებში წრისო. ამ სელფებს ხო აქვს თავისი ლეველები აქვს რა. აი მაგალითად
ერთი ლეველი ყველაზე ისეთი ლეველია, რომ წევ ხარ პლაჟზე, ირუჯები და ჩხრუკ გადაიღე ეს სელფი. მეორე ლეველია, წევ ხარ პლაჟზე შეზლონგზე და ირუჯები ჩხრაკ. მესამე ლეველია, წევ ხარ პლაჟზე შეზლონგზე, გვერდზე კოქტეილი გიდევს, ირუჯებით ხლას. და ბოლო ლეველი, წევ ხარ პლაჟზე, შეზლონგზე, გვერდზე კოქტეილი გიდგას და აქ აუცილებლად უცხო ავტორის წიგნი. ეს სხვა ლეველია. იცი რა უნდა იყოს ეგავს უცხო ავტორი ორხან ფამუქის მე ვარ წითელი აღარ ინგლისურად. ორხან ფამუქი გადადგა. არა, თურქულად. ანუ თურქულად ვე ხო საერთოდ. უნდა არის თურქული რა. მე მახსოვს ჩვენთან რომ იყო ორხანი. ძალიან მაგარი ნიუსები ქონდა. აი ხო ჩამოფრინდა ორხან ფამუქი. მეორე ნიუსი. ორხან ფამუქი სასტუმროში დაბინავდა. ორხანი აბაზანაში შევიდა. ორხანი გამოვიდა. როგორც წესი სერიალის გმირი გონია. არა, ნუ ორხანს მეგობრობა და პატივისცემა. ორხან გვიყვარხარ. მეგობრობა. დენიზმა. ისე აჭარაში არის, როცა არ უნდა ჩახვიდე აჭარაში, აი ყოველთვის ერთი სტატისტიკა. ანუ ერთი და იგივე პასუხია. აი მაგალითად გაინტერესებს სტატისტიკა და ეკითხები, რომ იცით რა არის ახლა წელს ხო აი ეს მაგრამ აი შარშა როგორი იყო? ანუ წელს ტურისტების. ხო, ეკითხები, რომ წელს როგორი ამბავია რა, ანუ ბევრი ტურისტები არიან? ტურისტები არიან, ბევრი არიან წელს. არიან, იცი რა არის, მაგრამ შარშან უფრო მეტი იყო. ყოველთვის ამას გაიგე. ყოველთვის ამ პასუხს გაიგე. წელს როგორ არიან ტურისტები? რავი, არიან, მაგრამ შარშან უფრო მეტი იყო. შარშან უკვე გამორიცხული როგორ პასუხი არ მე ბიჭო, ერთი ისე რა მოხსენი, რა საოცრება. აი, ვინმე სუტარს აი, ჩემს გარდა ვინმე მომხსნა ბათუმში დასვენება, რატომ შეიძლება ღირდეს ბარსელონაში დასვენებაზე ძვირი? ეს დღეს სამშობლოა. არ არის გამოხსნილი. არ არის ამოხეს ხო არ არის ხუმრობა, ანუ ბათუმში დასვენება, ბარსელონაში დასვენებაზე ძვირი შეიძლება დაგიჯდეს. შეიძლება კი არა, ნუ სავარაუდოდ ესე კი. და თან როგორ არის, ხო იცი მან ზოგადად ფასები. ანუ ფასები იმის მიხედვით არის ზღვასთან ახლოს ცხოვრობ. თუ შორს ცხოვრობ რა. თუ შორს ცხოვრობ, სხვა ფასებია, მაგრამ თუ ზღვისკენ მიდიხარ, რაც უფრო უახლოდები, ფასები იმატებს, ნელ-ნელა. იმატებს რაღაც პროდუქტის ფასი, ყველაფრის ფასი, ვალუტის კურსიც იცვლება, ნელ-ნელა რომ მიდის სხვა ზონაში გადადიხარ რა, ესე არის. და თუ იქეთ გასცდი, საერთოდ გონიო, კვარიათისკენ, სხვა იმაში გადადიხარ საერთოდ, ხო? კი კაცო, ეგ და იგივეა, როგორც მაგალითად ბათუმიდან რომ მიდიხარ, შეიძლება კახელი კაცი ჩავიდეს ბათუმში, ხო? ლაპარაკ, რავი, ბიჭო, ხო რა დაგვესვენა, კარგად ვიცოდეთ, რომ მოდი ერთი გონიოში ხო არ წავიდეთ და მიდიან ნელ-ნელა გონიოსკენ და ბიჭო, რა ვიცი, ხო იცი რა არის, გონიოშიც არ არის, ცუდი კვარიათისკენ გადადიან, აი ყველაზე მაგარი ადგილია. მე სუეცულება. ნელ-ნელა იქით რომ მიდიხარ ინტონაციით წესდება. ფასები იცვლება. ყველაფერი იცვლება აბსოლუტურად. ავერით კვარიათი. ავიცი კაცმანაირად. ავერით კურორტი გქონია რა. ავიცი კაცმანაირად იღებ. კიდევ გითხარი ამბები. კიდე ხარ მოგვიყევი რა. რა არის იცი რომ დავაკვირდი რომ ერთი პერიოდი რა, გავაჩერებდი ტაქსს და ვეთყოდი რომ უკაცრავად აი ბულვარში რამდენად გამიყვართ 15 ლარი, 20 ლარი, 15 ლარი. 20 ლარი. ეგეთი ფასებია კი. დავინახავდი მე ვინმე ბათუმელი მივიდოდა ეთყოდა რომ ბულვარში რამდენად გამიყვან 3 ლარი 4 ლარი და ეგეთი ხრიკი მოვიფიქრე ესმის რომ მივიდოდი და გავაჩერებდი ტაქსს და ჯოგა მივიყვან ბულვარში 3 ლარად ჯაჯეკ ჩავხდებოდი შიგნით და კაი ხრიკა მივხავდი 3 ლარად კარგი ილეთია წამიყვან ბულვარში 3 ლარად ჯაჯეკ ღმერთით წავიდოდი ბიჭო გავგიჟდი ესე იგი წარმოიდგინე შენ ერთხელ დამემართა რომ უბრალოდ დამირეკეს და როგორც ჩვეულებრივად ისე დავიწყე ლაპარაკი რა და ეხლა დანაშის აღარ მოყვები რა მოხდა დაიწვი დავიწყე ორმაგი ფასი გადაგახტევინეს აუ ერთ ამბავს მოგიყვებით ეხლა ფასებთან არაფერი კავშირი არ არის უბრალოდ დასვენებასთან არის რა კავშირი და გამახსენდა ბარში ვარ სადღაც ზღვის კურორტში ბარში ბართან ვზივარ აუ წრუპავ ჩემთვის ანუ ვსტოვ არ მაგას არ აქვს მსულობა და მოდის ჯეგარი ძმა ვიღაცა გათხლეშილია კიდე ვისკები შეუკვეთა იმას აქნა აიღო ყველაფერი და გავარ ჩემიც გადაიხადა ესენი აიღო ბევრი სასმელები და შეტრიალდა და უკან რა აწერია მაშველი აუ მეთქი იდე კაი არცურავე მაგას უკან უნდა წერებოდა საშველი უნდა ეწერა კარგი არის საშველი კარგი არის და აი რო ვამბობდით თან ფული როგორ გეხარჯება დასვენებაში და ხო ვართ ადამიანები ვინც მაგალითად ეხლა აი შენ ხრიქს მიმართე ტაქსში არა აი ხო ვართ ადამიანები ვინც რაღაც დასვენების დროს ხო ფინანსების მართვის მენეჯმენტში გამოირჩევით ვიცით როგორ უნდა და აი თქვა მიდიხარ ბათუმში ერთი კვირით და იქ დასახარჯად გამოყოფილი გაქვს მაგალითად 1000 ლარი ხო სიტყვაზე ვიცით როგორ უნდა დავხარჯოთ პირველი დღე 800 ლარი მეორე დღე 150 ლარი მესამე დღე 42 ლარი და 80 თეთრი. მეოთხე დღე 7 ლარი და 20 თეთრი და მეხუთე დღე სტატუსი Facebook-ზე ჩემები ბათუმიდან თბილისში თქვენ მიდიხარ გამიყოლეთ. ხო არის? ხო გვაქვს. იმიტომ აი რო ჩავდივართ მართლა აი მონატრებული ვარ და მე ვხვდები და ის ერთი დღე რო 100 ლარს რო ხარჯო ხო ხარ მეფესავით.
რა გითხრა? ვეზირი, ჯერჯერობით ვეზირი. ფასებზე რა უნდა გითხრათ, ფასები ხო ჯერ ხო საერთოდ აჭარაში რომ ჩადიხარ, ყველაზე მეტად ელოდები მზის ამოსვლას, ჩასვლას და აჭარულ ხაჭაპურს. ეგ ის არის რა, იმიტომ რომ გემრიელია, ყველას გვიყვარს, სასწაული პროდუქტია და თან რიგებია. მაგრამ ფასები რაღაცნაირად არის რა. აი წარმოიდგინე, დაპირობითად აჭარული ხაჭაპური ღირს 7 ლარი. ხო? აჭარული ხაჭაპური ცომგამოცლილი ღირს 12 ლარი. აჰა. და რო იყოს ასე, აჭარული ხაჭაპური ორეგანოთი, ღირს 15 ლარი. ოღონდ რა არის ორეგანოთი? მოდის ხაჭაპური ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური უბრალოდ ათზე ზემოდან ორეგანო. ამას გადადგამ და ისევ ჩაურევ ცომგამოცლის ჭამ. ოღონდ 15 ლარად. ეგ დაახლოებით როგორი ვარიანტი არის? იცი, აი მენიუში არ გაგიკვირდეთ თუ შეხვდათ. ეხა აი რეჰანი და ბაზილიკი ხო ერთი და იგივე რამეს ნიშნავს. ერთი ჯიშია. ხო, ქართულად რეჰანია, ის არის ბაზილიკი. მენიუში რომ შეიძლება გეწეროს ესე რომ სალათი რეჰანით 5 ლარი. სალათი ბაზილიკით 15 ლარი. ერთი და იგივე რაღაცას ჭამ, მაგრამ თარგმანში იყდი ფაქტობრივად 15 ლარი. მაგრამ სხვანაირად როგორ? სხვანაირად როგორ? ბაზილიკის ღერს და მაგიტყო რა, გაიგე? მოკლედ დასვენება როგორი არის? იცი, ხო ვამბობთ, რომ დასვენება შეიძლება იყოს ხარისხიანი, შეიძლება იყოს ცოტა ისეთი, შეიძლება წვიმა წამოვიდეს მზის ნაცვლად და ანუ ათასნაირად შეიძლება დაისვენო, მაგრამ არის ისეთი დასვენებებიც, რომლის შემდეგაც კიდე დასვენება გჭირდება, ანუ ამ დასვენებისგან რომ დაისვენო. და ეხლა მიმიხვდებიან კაცები ამ ფრაზას, რაც ბევრს უთქვამს, ქმრები, განსაკუთრებულად ქმრები, რომ მაგალითად ზაფხულზე რო შეხვდება მეგობარი და გეკითხება, რომ რა შვები, როგორ ხარ? აქეთ ხარ კი? შენებს ასვენებ, რაც ცოლი გაუშვი დასასვენებლად სურამში. და ამ დროს ცოლი როგორ ისვენებს სურამში? წასულია 5 ბავშვთან ერთად, საიდანაც 3 თავისია და 2 მაზლის და გაუშვა ცოლი დასასვენებლად რა. ხო, დავი ისვენებს რა სურამში 5 ბავშვთან ერთად. არის ესეთიც. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ერთი პატარა სათხოვარი გვაქვს რა. ეხლა დღეს ჩვენ რომ მორჩებით გადაცემას, უკვე ვამთავრებთ ცოტა ხანში და ვაპირებთ ბათუმში, სადაც კვირის მოდი მივმართოთ ბათუმში პარასკევს დავიძრებით და ეხლავე რო დაიწყოთ აჭარული ხაჭაპურის გაკეთება, იმიტომ რომ ჩამოთ მე 10 წუთში კაკრას მოვა. რომ წამოგვეწიოს ბარე.